თქვენ ამას ნამდვილად არ ელოდით, თქვენ ამის წინად გრძნობა, მოლოდინი, გაფრთხილება არ გქონიათ და მოდი ახლა ვნახოთ რა მოგელით აესე მოწმენდილ ცაზე სიურპრიზად. რა გელოდებათ? რა არის ის, რამაც უნდა გამოაცოცხლოს თქვენი ცხოვრება და მოლოდნელობის სიხარული მოგგვაროთ. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი. თუ გსურთ, რომ ეს გახდეს თქვენი არხიც, გამოიწერეთ არხი, გახდით მისი გამომწერი, ამ დიდი ოჯახის წევრი. აუცილებლად გაუზიარეთ იმ ახლობელ ადამიანს, ვისაც გინდათ, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოთ, დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ. ხოლო ვისაც სურთ ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოხვედრა, შეუძლია მომწეროს ქართული შრიფტით Facebook გვერდზე რეიკი მკურნალი, ან დამიკავშირდეს ვიბერზე, WhatsApp-ზე, ნომერი 591233507. ნახოთ ჩვენ კი პირველი მოულოდნელობა. პირველი ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. აი ესე. გააკეთეთ არჩევანი. შეგიძლიათ ჩაუთქვათ ვადა. შეიძლება უფრო ღრმადაც წახვიდეთ და ჩაუთქვათ სიტუაცია. შეიძლება უბრალოდ აერჩიოთ რა მელოდება ამ ცხოვრებაში მოულოდნელი თქო და ვნახოთ რას გიპასუხებთ ჩემი ოქროს რაიდერი. პირველი ვარიანტი. აუცილებლად ამ გაშლას კიდე დავამატებ არკანებს, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ნეგატიური ინფორმაცია ამოვიდა. აქ ჩანს ჩემო ძვირფასებო რაღაცა დანაკარგი. ეს დანაკარგი მინდათ რომ გაითვალისწინოთ, გაიაზროთ, გაითავისოთ, რომ არის უფრო მატერიალური, ვიდრე სულიერი. თუმცა ეს მატერიალური ძალიან ძვირფასია თქვენთვის და მიჯაჭვულობა გქონდათ ამ მატერიალურთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრებიდან ადამიანის წასვლაც, ხო, გაშორება, ესეთი თემები, მაგრამ სწორედ ამიტომ გაიაზროთ, რომ ამ ადამიანზე გქონდათ მატერიალური მიჯაჭვულობა და არა ემოციურია მატერიალურის, მაგრამ არა სულიერი, ასე ვთქვათ. სულიერი ემოციები. თქვენთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება, მაგრამ რახან ამოვიდა სიურპრიზი მოულოდნელობაში ეს, ამას თითქოს გრძნობ, რომ რაღაცა კარგი დასასრული უნდა გქონდეს, ზოგი ჭირი მავნებელიაო, ესეთი ამბავი უნდა იყოს და ამიტომ მოდი ვნახოთ რა გაგიყუჩებთ ამ ტკივილს, რა იქნება ის, რაც დაგაძლევინებთ ამ ტკივილს და საერთოდ ნახოთ რატომ მოხდა ეს თქვენს ცხოვრებაში. რა უნდა გასწავლოთ ამ ფაქტმა. იმიტომ რომ თუ კი რამე ხდება ჩვენი ადამიანური თვალით ნეგატიური, ხო, ნეგატიურად ვაფასებთ, ვამბობთ, რომ ეს ცუდი იყო, ცუდი მოვლენა იყო, არ მეკუთვნოდა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოცდილებისთვის, მოდი ესე ვიტყვი, ჭკუის ასწავლებლად და არა იმიტომ, რომ ზოგს რო გგონია, რომ ვიტყვი ამას ღმერთმა დაგვსაჯო. ღმერთი არ გვჭირს, ღმერთის აბსოლუტური სიყვარულია, უპირობო სიყვარულია და საერთოდ არ არის დამსჯელი პოლიციელი, არ გვჭირს. უყვარვართ უფალს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა გავიაზროთ და უფრო მეტ ენერგიაში გადავიდეთ და რაღაცა ვისწავლოთ. ხო და ჩემო კარგებო, ზუსტადაც იმიტომ ხდება ეს სიურპრიზად, ეს მოულოდნელობად, ესეთი დანაკარგი, რომ თქვენ გაფანტოთ ეჭვები თქვენი თავის წარმოსახვაში და შეფასებაში. რას გულისხმობ წარმოსახვას? ნახეთ, მე ჩემ ყველაფერი არის სუბიექტური და მე ჩემ თავს აღვიქვავ ასე და ასე, ისე როგორც აღვიქვავ. თქვენ თავს აღვიქვავთ ისე როგორც აღვიქვავთ. და აქ ჩანს ერთი ძალიან დიდი მინუსი, რომ თქვენ თავს აღვიქვავთ, აი ეს მომენტი არის, რომ მე მის გარეშე როგორ შევძლებ, მე მის გარეშე როგორ გამომივა, მე მის გარეშე ვერ ვიარსებებ, ვერ ვისუნთქავ. ანუ თქვენი თავის ძალების, ენერგიების
სიყვარულის მათ შორის ურწმუნოება. ზუსტად ამიტომ დაგტოვებთ ეს ადამიანი, რომ თქვენ ისე გაგიჭირდეთ, რომ დაიწყოთ თქვენში ძიება. იმ რესურსების, რაც არ არის, იმას ვერ იპოვეთ. არავინ არ მოგატყუოთ, რომ ის რესურსი ადამიანმა აღმოაჩინოს, შეისწავლოს, განავითაროს, რაც მას არ აქვს. ჩვენ ყველანი ვიბადებით რაღაც მატრიცაში და აი მატრიცის თითოეული ენერგიის რომელგან ვითარებაში ვარ, ეს უკვე ჩვენი არჩევანია, აბსოლუტურად ჩვენი არჩევანია. მაგრამ თუ ის ენერგია არ გვაქვს და მორჩა. აი თქვენში არის ეს ენერგია, სიყვარულისაც, ფინანსების მოპოვებისაც, სიძლიერისაც, სილამაზისაც, ბედნიერად ყოფნისაც, გამძლეობისაც, წარმატებისაც და ასე შემდეგ და აღმოაჩინეთო ესო თქვენს თავშია. როგორც კი დაიწყებთ თქვენს თავში ამ რესურსის დანახვას, იმ რეალური რესურსის დანახვას, რაც არის, თქვენთან მოვა ის ადამიანი, ვინც მოგიტანთ ემოციურ კავშირს, ემოციურ სიხარულს, ხო, სულიერ კავშირს რო იტყვიან და არა იმას, ანუ მატერია რა არის, რაც ამ სამყაროსთან გვაჯაჭვებს, ეს არის ფული, ეს არის სექსი, ეს არის საჭმელი, ეს არის ყველაფერი, რასაც შევეხებით, რაც ხილულია, რაც დედამიწურია, ხო, აი ამაზე დამოკიდებულება ჩაგეხსდებათ, განამოთხოვნილება ჩაგეხსდებათ, არა, ნახეთ, თქვენ იპოვით ისეთ ადამიანს, ვინც რეალურად გეყვარებათ, იმიტომ რომ რეალური სიყვარული მხოლოდ მასში შეიძლება, როდესაც თქვენი თავი გიყვართ, როგორც კი თქვენ შეიყვარებთ თქვენ თავს, მოვა რეალური სიყვარული, რეალური გრძნობა და დაკმაყოფილდება როგორც სულიერი ემოციები, ისე მატერიალური ემოციები და არ გექნებათ დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, რაც არის ძალიან არაჯანსაღი. აი ამიტომაც ამოვიდა ეს სიურპრიზად, ერთი შეხედვით ნეგატიური, მაგრამ ეს იქნება ძალიან დადებითი. ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ თავში აღმოაჩინოთ რეალური თქვენი თავი. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. რა საინტერესო რაღაცებია, მოდის შემოგარგავ. რა საინტერესო რაღაცები ამოდის, მეგონა რომ ესეთი რაღაცა მხიარული გაშლა იქნებოდა, მაგრამ ძალიან სერიოზული და ღრმად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოდის. ვინც აირჩია მეორე ვარიანტი, მე ვხედავ, რომ ეს ადამიანი, აი ნახეთ როგორ გახასიათებენ თქვენ, როგორ ჩანხართ, რომ მე აი რაღაცა რთულია, მძიმეა, ღრმა, ვერ ვუგებ, რატო არ ხარ ზედაპირული, ამის თქმა მინდა. საერთოდ არ ხარ ზედაპირული და საკმაოდ ისეთი აზროვნება გაქვს. ნახეთ, ისეთ რაღაცებზე ფიქრობთ, ისეთ რაღაცებზე მსჯელობთ, ისეთ რაღაცებში შეგიძლიათ შეცვრო, რაშიც სხვა ბაიბულშიც არ არის, ასე ვთქვათ, ხო? თითის წვერსაც ვერ შეყობს. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება იყოს მაგიითაც დააკავებული, ზოგიერთ თქვენგან შეიძლება გქონდეს უსაშველოდ ღრმა და სწორი ინტუიცია. მოდი დავამატებ და ისე გავაგრძელებ ამ გაშლას, ამასაც დასჭირდა დამატება. აი ასე. კარგით, ეხლა გავაგრძელოთ გაშლა. ნახეთ, მე დროს არ დავაკონკრეტებ. ახლა რასაც ვიტყვი, ეს შეიძლება მოხდა წარსულში, შეიძლება ხდება ახლა და შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში. დახასიათება გავიარეთ და იყო თქვენს ცხოვრებაში რაღაც დიდი, რომელსაც თქვენ აფასებთ ტრაგედიად. ან ეხლა ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ეს წარსულში მოხდა, უკვე ეს გავლილია და თქვენ ეს შეფასება გაქვთ უკვე გაკეთებული და რა შეფასება. ნახეთ, ერთი შეხედვით და იმ წამის აღქმით თქვენ დაკარგეთ ყველაფერი. აი ძალიან ტრაგიკული, ძალიან მძიმე ემოციაა თქვენში შემოსული, ან ახლა ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ეს წარსულში მოხდა, თქვენ დაინახეთ არსებული რესურსი,
თქვენ დაინახეთ ის, რაც არის ცოცხალი. ის, რასაც შეიძლება ჩაებღაუჭო. იცით რა არის ესა? ეხლა გამიხსენდა ერთი ფილმი. სათაური არ მახსენდება რაღაცა ღრუბელი. მოკლედ სათაური არ მახსენდება ღრუბელი სიტყვა არის მე მგონი ამ სათაურში კიანუ რივზი თამაშობს ძალიან ბევრს გეკრებათ ნანახი უბრალოდ ფილმის სათაურები არ მახსოვს ხოლმე აი ხლა მინდა აგიხსნა ზუსტად ის ემოცია რის ახსნაც მინდა ამ ფილმში არის ესეთი ეპიზოდი რომ ძალიან დიდი ვენახი აქვს ოჯახს აგვარეულოს ასე ვთქვათ და ამ ვენახში გაჩნდება ხანძარი და გადაიწვება მთელი ვენახი გადაიწვება და ეს ვენახიც რა არის ამათვის ეს არის ამ ოჯახის აგვარეულოსის სოფელის აი მთელი წარმოგიდგენთ რომ რელიგია რამის რელიგია ეს არის მთავარი მაცოცხლებელი მათი არსი ცხოვრების მათი სიხარული ტკივილი მთელი ცხოვრების არსია ყველაფერია ეს ვენახი მათთვის აი ეს არის რაღაცა აი საოცრება რისთვისაც იბადებიან და რასაც თავს შესწირავენ და სულ გადაიწვება ეს ვენახი და აი ზუსტად კიანუ რივზის პერსონაჟი ამ გადამწვარ ვენახში მიდის და აღმოაჩენს პატარა ყლორტს რომელიც არ არის დამწვარი და მოიტანს ამას და ყველა დაინახავს იმ რესურსს რომ აი ამ პატარა ყლორტით შეიძლება რომ ისე დიდი ვენახი გააშენონ და რატომაც არა უფრო დიდი აი ამ რესურსზე ვლაპარაკობ ნახეთ თქვენ აუცილებლად დაინახავთ იმ იმედს მაგრამ ეს იმედზე მეტია იმ რეალურ რესურსს რითინაც თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ის რაც გქონდათ და იმაზე მეტიც თქვენ ამ რესურსს აუცილებლად აღმოაჩენთ იჭერთ ხელში აი ეს სიტუაცია ეს გლოვის და ღმერთო ჩემ რა უბედური ვარ და ეს რა მომივიდა აბსოლუტურად წყვეტავთ ძალიან იმედიანად უყურებთ მადლობას უხდით სამყაროს მადლობას უხდით შემოქმედს ანუ ბედნიერი ხართ კმაყოფილი ხართ და მადლიერი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სწრაფად ძალიან ენერგიულად იყენებთ ამ რესურსს. რასაც მაჩვენებს, ეს არის დიდი ტრანსფორმაცია, აი პირველი ენერგიიდან მოხდება ეს უზარმაზარი ტრანსფორმაცია თქვენთვის და ეს ტრანსფორმაცია იქნება ყოვლის შემძლე, სავსე ენერგიით და აი რა სფეროშიც მოხდება ეს, იქ მიიღებთ აი უკიდეგანოდ სრულყოფილ სისავსეს იმ თემაში. რა თემაშიც ხდება ეს სიტუაცია, ეს არის საჯარო გაშლა და ამიტომ ვერ ვაკონკრეტებ თემას, მაგრამ აი ნახეთ, თქვენ თუ ეს ფინანსებში დაგემართათ, ეს ასე ვთქვათ, გაკოტრდით სიტყვაზე და რაღაცა საშინელი დანაკარგები გქონდათ, თქვენ ძალიან მდიდარი იქნებით, თუ ეს იყოს სასიყვარულო თემა, ისეთი შეყვარებული იქნებით და ისეთი გამართლებული წვილი იქნებით, რომ არ ვიცი, სამაგალითო ყველასთვის და იქნებით უსაზღოდ ბედნიერი, ცამდე ბედნიერი და აწვილი, თუ ეს პროფესიას ეკუთვნის, ისეთი პროფესიონალი დადგებით, თქვენი ბადალი არავინ არ იქნება და ასე და ასე შემდეგ. შვენიერი ინფორმაცია მოვიდა და ვნახოთ მესამე ვარიანტი. ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო, აი მესამე ვარიანტში ამოდის ძალიან იღბლიანი სიურპრიზი თქვენთან, ძალიან კარგი და დიდი საჩუქარი, ეს იქნება ძალიან დიდი გამართლებული სიყვარული. ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც ძალიან დიდ სილაღეს მოგიტანთ, ძალიან დიდ თავისუფლებას მოგიტანთ, გაბრწყინებულ თვალებს მოგიტანთ, გალაღებულ ცხოვრებას მოგიტანთ. თქვენ იგრძნობთ, ხელს ვერ მოკიდებთ, ვერ შეახლებთ, მაგრამ თქვენ იგრძნობთ, რომ გაქვთ ფრთები, იმიტომ რომ ეს ბედნიერება მოგცემთ ამის საშუალებას. ძალიან უკიდეგანოდ ბედნიერებას ვგრძნობ და ძალიან დიდ სიყვარულს თქვენს ცხოვრებაში. გილოცავთ, ვინც უკვე წყვილში ხართ. თქვენ ნახავთ, რომ რაღაცა ისეთი ამოფრქვევა იქნება, რომ იტყვით, რომ ვაიმე, თავი და ხო არ შეუყვარდია. გილოცავთ
მე ვიყავი ნათია შაი და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე ძალიან დიდი სიყვარულით გისურვებთ თავისუფლებას, ამის შეგრძნებას შინაგანად და ამის შეგრძნებას როგორც მოქალაქეს, რომ ხართ თავისუფალი. გისურვებთ სიყვარულს, მით უფრო რომ დღეს სხვადასხვა ჩავწერი ამაზე დღეს პეტერო ვიდეო, თუმცა არ ვაპირებ ესე კონკრეტულად მიბრუნებას, მაგრამ დღეს ვიგრძენი ესეთი კომენტარი დამხვდა, რომ სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან უსიყვარულოები არიან და ძალიან დაჩაგრულები არიან ამ ემოციის შეგრძნებით და მე გისურვებთ, რომ ყველა მიგრძნოთ ეს საოცარი ენერგია. ჩემი არხის მაყურებლებს მე მინდა ვუსურვო, რომ თქვენი ცხოვრება, თქვენი შინაგანი სამყარო სავსე იყოს ამ სიკეთით, სიყვარულით და თავისუფლებით. მომავალ შეხვედრამდე.